მოგესალმებით, მეგობრებო, იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გაქვთ და საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? წინა გაშლა იყო რას გრძნობს, ახლა გავშალოთ თუ რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ეს არ არის აირჩიეთ დასტა, ეს არის უბრალოდ საკუთარ კოლექტიური ენერგია და ვისთანაც რეზონირდება, ვისთანაც არა და ესე იგი უბრალოდ ჩემი კოლექტივის ნაწილი არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ კოლექტივის ნაწილი, რომელსაც მე ვკითხულობ, ყველა ვარიანტში მიზნობრივად მაქვს ის, რომ რაც შეიძლება მეტად ადამიანმა ნახოს ეს ვიდეოები და ამიტომაც ენერგეტიკულად ვიღებ იმ მომავალ ადამიანებსაც, ვინც ახლა ნახავს, თუ ხო პირველი თუ ახლა მიყურებთ პირველად, თორნიკე მქვია და ვნახოთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. რას ფიქრობთ თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და შემდეგ გაშლა იქნება უკვე ის ახალ ვიდეო დაიდება თუ რას გრძნობს თქვენ მიერ რას გრძნობს უკვე იყო, რას მოიმოქმედებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. თავიდან დავიწყებ უშუალოდ ადამიანის განხილვით, რომ მარტივად მივხვდეთ ნამდვილად თქვენთვის არის თუ არა ეს მესიჯები, რამდენად ახლოს არის, აი ეს რამდენად რეზონირდება ადამიანს, ვისაც წავიკითხავ ეხა თქვენ მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს, თუ არაფერი არ ემთხვევა, არ არის თქვენთვის ეს გაშლა უბრალოდ, ხო? ვნახოთ. თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, როგორია ეს ადამიანი და შემდეგ ვნახოთ რას ფიქრობს თქვენზე. როგორია ეს ადამიანი, თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. შეგენ თასები მზის კარტი ისევ მაგანო ისევ ლომია სავარაუდოდ წინაზე საკეთა ეგრეთი ის ქონდა. ლომის ენერგია შეიძლება იყოს, იქაც წყალი მქონდა, წყლის ენერგია მაქვს. შედიან თასები და ლომის ენერგია ეხლა პოზიტიური მოვლენა ქონდა იმას, შეიძლება ისევ იგივე ადამიანები მიყურებთ, მაგრამ ამავდროულად შეიძლება აქ უბრალოდ კიდე დაემატა რაღაცა კონკრეტული ნაწილი ესეთი ადამიანების, ვისაც ეს ადამიანი ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, არჩევანის წინაშე დგას, რაღაცა კონკრეტული არჩევანის წინაშე დგას და ცდილობს გაერკვიას ზუსტად რა უნდა, შეიძლება იყოს თევზები, ცხრიანი თასები ისევ გამიმეორდა. ხო, ანუ ზუსტ ერკვევა, ახლა ცდილობს რომ რაღაცნაირად თავის ცხოვრებაში რაღაც ნაბიჯები გადადგას ისეთი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია და რომლითაც რაღაცა კონკრეტულს მიაღწევს ლომი მაგ ისევ ჰაიროფენტი მაგ, ანუ რაღაც სერიოზულს წყვეტს, შეიძლება სწავლის დაწყებას აპირებს, ან განახლებას აპირებს სწავლის, ხო? ყოველი შემთხვევისთვის ეს ადამიანი ცხოვრებისეულად ძალიან დიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, შეიძლება სამსახურს იწყებს რაღაცა ახალს. კარგი ენერგია აქვს იმისთვის, რომ წინ წავიდეს. ეხლა უშუალოდ თქვენს მიმართ რას ფიქრობს ეს ადამიანი? ოთხიანი მონეტები, კი ბატონო. Knight of Cups. Okay. და კიდევ რას ფიქრობს? King of Swords. და კიდევ ერთის მინდა რომ Ten of Swords და Hierophant. კი ბატონო, ეხლა ნახე. მოკლედ როცა ფიქრობდა თუ მიზეზი რა იყო იმის თუ რატომ არის გაჭედილი ეს ყველაფერი თქვენ შორის, თუ რატომ დაიშალეთ, თუ ენერგია ისეთი მაქვს დასრულებულია ამბავი. აი ამ ყველაფრის განხილვას როდესაც იწყებს საკუთარ თავში და მე თქვენზე ფიქრობ თუ რატომ და მიზეზებს ეძებს, ძალიან იცი როგორი მომენტია, ვერ მიაღწევდა ესეთ თავისუფალ ენერგიას და ჯანსაღი ენერგიას, რომ არ ქონდეს გააზრება საკუთარი თავის, რომ არ მისულიყო მადამდე. ძალიან კარგად იცის, რომ მისი შებოჭილობა და ემოციის გამოუხატველობა და მისი აი ეს რაღაც ძალიან გაუკონტროლებელი კომუნიკაცია, ისეთი კომუნიკაცია, როდესაც ძალიან ცინიზმით სავსე ცინიზმით
საუბრობთ, ანუ ცინიკური დამოკიდებულებები შეიძლება ქონოდა ცხოვრებისეულოდ რაღაცეების მიმართ, ისეთი რაღაცეების მიმართ, რაც ჩვენთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყო, ამაზე ძალიან უხეში იყო, ხუშხეშად საუბრობდა, ემოციას აკლებდა ზოგადად თქვენთან კომუნიკაციას და ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ის კონკრეტული ერთ-ერთი თუ არა უმთავრესი შეიძლება მიზეზი თუ რატომაც კავშირი გაწყდა, ხო? კონკრეტულად თქვენზე როცა ფიქრობს უშუალოდ დასასრულზე, თუ რატომ მოხდა დასასრული და ამ ყველაფერში საკუთარ თავში ხედავს იმ კონკრეტულ პრობლემებს, რაც რეალურად არსებობდა და რაზეც შენ რეალურად ხმას იღებდი, შეიძლება გაგნათქვამი, რომ აი ესე და მე აღარ მინდა და ამ ადამიანმა თავიდან ეწყინა, მაგრამ მე რო დაიწყო და დაფიქრდა, ხო, ასია, ნამდვილად, ხო? სურვილი იმის, რომ საუბარი ისევ შედგეს თქვენ შორის და რაღაცნაირად ურთიერთობა რო გქონდეთ ისევ სხვანაირად მოიქცეოდა და ასე შემდეგ ეს მსგავსი რაღაცეები არის, მაგრამ ფაქტის სახეზეა რომ ურთიერთობა არ არის, კომუნიკაცია არ არის, კონტაქტი არ არის და უბრალოდ შორიდან გიყურებს და რა ვქნა იდგეს და იყუროს, ხო? იდგეს და იყუროს აზრი ერთ-ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ როცა ფიქრობ თქვენზე, ფიქრობს ურთიერთობის დასასრულზე და ფიქრობს იმას, რომ ძალიან ბევრი რაღაცა შეეშალა და აი ეს რაც შეეშალა, ამის გამოსწორების ჩანსი რო ქონდეს, გამოვასწორებდა, მაგრამ თან არა, შვიდიანი კვერთხები მქონდა და 4-იანი კვერთხები, ანუ თან უკვე არსებული სიტუაცია რაც არის, საკმაოდ მყარია და სტაბილურია უკვე არსებული სიტუაცია ის რომ არ ხართ ერთად და მოდი ესე გაგრძელდეს. თან ეგ მომენტიც აქვს, იმიტომ რომ იცის რომ ისევ ქაოსი იქნება როგორც შენთვის, ისევ თავისთვის კონკრეტული მიზეზების გამო. კაი, შენთვის მინდა რჩევა, იმიტომ რომ არ მინდა რომ დარჩე ხა ამ რაღაცა ენერგიაში, სადაც აშკარად ხო, სრულად ახალი ენერგია გაქვს, სრულად ახალი ემოცია, სიყვარული, გრძნობა მოდის შენკენ, ამას უნდა შეეშვა. ადამიანი მოდის ისეთი, ვისთანაც აი აშკარად სწვილი ხართ, ანუ ცეცხლის მეფე, ცეცხლის დედოფალი, ცეცხლის მეფე, ანუ მასკულინი, ფემინინური ენერგია საკმაოდ ცეცხლოვანი, ისეთი მიზანმიმართული ვნებისკენ, ლტოლვისკენ, რაღაცა იდეებისკენ, მოდი ეს ვქნა და ეს ვქნა რაღაცა. ცეცხლოვანი ადამიანი მოდის, ესე ვიტყოდი, ხო? და შენ არანაკლებ ცეცხლოვანი ადამიანი ხარ, იმ კუთხით რომ ანუ გიხარია სიცოცხლე და ამ ადამიანსაც უხარია სიცოცხლე, ვინც ახალი, ვინც შემოდის. ამანაც დაიწყო სიცოცხლით მხიარულება, მაგრამ არა. ახალი ენერგია მოდის და ახალი ენერგია მიიღე, ეს გაუშვი, იმიტომ რომ შენი არ არის, შენი ენერგია არ არის. ვიცი, აქ რომ ყოფილიყო რამე ისეთი, რაც მათქმევინებდა იმას, რომ იცი რა არის, მოდი კიდე მიეცი შანსი და აი ეხლა ეს რაღაცეები გამოსწორდება და ასე შემდეგ. ეგ სხვანაირი გაშლა იქნებოდა, აშკარად კარტებში ეგ არ მიჩანს. ეს არის მაინც ზოგადი გაშლა, ასე რომ თუ ვინმეს არ მოგეწონებათ პასუხი, რასაც ვამბობ, უბრალოდ შეგიძლიათ გათიშოთ ვიდეო, მაგას კარგი ფუნქცია აქვს ძალიან ვიდეოებს YouTube-ზე შეგიძლია უცებ გათიშო. და ხო. ყოველ შემთხვევაში რჩევა ის არის, რომ უბრალოდ ახალი ენერგია მოდის და ჯობია იმაზე გააკეთო კონცენტრაცია, ვიდრე ბოდიში იფიქრო იმ ადამიანზე და ელოდო იმ ადამიანს, ვისაც როგორ თქვა იცი, ნახე, ვისაც იმაზე მეტი დრო სჭირდება მიაგნოს რაღაცას თავისთვის ცხოვრებაში და ხალისი კონდეს ცხოვრების და სიცოცხლის და ბედნიერება უნდოდეს და კარგად ყოფნა უნდოდეს. ოღონდ არა ეგოიზმი და იმიდან კი არა, ანუ აი მართლა რომ ხალისობს უხარია ცხოვრება და ამას აზიარებს. მაგის მიხვედრაში რომ სჭირდება მთელი ცხოვრება ადამიანს. თანაშკარად ასაკით ძალიან განსხვავდება შენი და ამ ადამიანის. ხო და არის რაღაცები, რაც უკვე უნდა იყოს ადამიანში, ვისთანაც კომუნიკაცია უნდა გქონდეს. და აი ეს შენ გადაარჩინე და შენ ხარ მისი ანგელოზი და მისი სულის ნაწილი ხარ და
კაი. არ არის ეგრე. ეგ ეგრეა, მაგრამ არა ისე როგორც ამასთან. ასე რომ ახალი ენერგია რაც შემოდის, აი ზუსტად იქ იქნება ის შენი მართლაც ნაწილი და მართლაც რაღაც, ხო? ნაწილიც არ არის თან მთლიანი ხარ შენს და ისიც უბრალოდ ანუ გამოძახილს რომ მარტივად იგებ აი ეგ მომენტი გექნება მართლა რეალურად უკვე სხვასთან და არა აი ამ ძველ ადამიანთან და ახალი ენერგია შემოდის მოკლედ და მაგას მიყევი კონკრეტულად ჩემი და კარგი რჩევაა და ეხლა შენ როგორ მოიქცევი და რაც იზამ ეგ უკვე შენზეა მოკლედ ლაბაზო ადამიანებო ეს მაინც იყო ზოგადი გაშლა რომ ვიცოდეთ და კარგად რომ დავუკვირდეთ თუ იმას გაქვთ სურვილი პირად გაშლასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შემეხმიანოთ WhatsApp-ზე მომწეროთ ან Instagram-ზე, არ ვიცი, მითითებული იქნება სადღაც რაღაცა. მოკლედ, დროებით და შემდეგ ვიდეოს ჩავწერ უკვე თუ რას მოიმოქმედებს შენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი და იმედი იგივე ადამიანზე არ მიწევს ლაპარაკი შემდეგ ვიდეოშიც. კაი.